გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია და რაღაცეები სათქმელი დამიგროვდა. განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებიც ფიქრობენ და რომლებიც იძახიან, რომ პანაშვიდზე როცა მიდიხარ სელფის გადაღება დიდ პრობლემას არ წარმოადგენსო რა. ერთი ბექა არის ესეთი, ყველას გეცოდინებათ. Facebook ბლოგერი არის, აი რაღაც ის აქვს, რაღაც ოქროებს ადნობს თუ რაღაცა ესეთ რაღაცებს აკეთებს რა, რაღაც საგანმანათლებლო და პლუს ცოტა ხოლმე ვიღაცებს აკრიტიკებს ხოლმე და ესეთი იზდადო, რომ აიო ეს დომენიკ მანგომ თქვაო, რომ სელფებიო როგორ შეიძლებაო გასვენებულ პატრიარქთანო და დავეთანხმე რა, მე ხა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ, დომენიკ მანგო კი არა, სულ რომ მიშა სააკაშვილმა თქვას რაღაცა სიმართლე და რეალობა, ადამიანს თავში გონება იმიტომ მოგცა ღმერთმა, რომ უნდა გაუსწორო ამას თვალი და უნდა თქვა, რომ ხო არ შეიძლება. და რა ვიცი, გამოხტნენ მე კომენტარებში ბევრი და დაიწყეს რატომ არ შეიძლება ეს ჩვენთვის წმინდანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კაც ჯერ იმხელა ტელევიზიები იყო და სხვადასხვა რაკურსით და კუთხით უღებდნენ ვიდეოს და ფოტოებს ყველა პროფესიონალური აპარატებით, კაც ილია მეორეს ცხედარს. და რა ვიცი ხა შენ რო არ მიხვიდე და სელფი რო არ გადაიღო, თუ მაინც და მაინც გინდა ტელეფონში შენახო, დასკრინე რაღაცა და გადაიღე, მაგრამ სანახაობად რო აქცევ ადამიანის უყველაფერს და გეგონება კინოში მიდიხარ და თან მართლა რა, ეხა მე სრულად უყურე დომენიკ მანგოს იმას და რავი, სემიჩკის ჭამით, რაღაცა ჩიფსების და ბოთლების და რაღაც რა უბედურება არის რა, კარგი, მართლა სირცხვილია ხალხო რა, ერთ სიტყვით რა. ამით ხო რავი, ყველაფერს შეურაცხყოფას ვახდით ჩვენი ესეთი საქციებით რა და არ ვიცი ეს ხალხი საიდან ფიქრობენ ხოლმე მასეთ, რომ არაუშავს მერე რა, ბიჭო, რავი, აბა თქვენ ჯვარი გწერია და თქვენი ახლობელი რო დაიღუპოს ვიღაცა და ვიღაცა რო შემოვიდეს და პანაშვიდზე სელფი რო გადაიღოს, რავი, როგორი რეაქცია გექნებათ, ანუ აი სიმართლეთ როგორი რეაქცია გექნებათ ვიღაცა რო დაგეღუპოთ, ყველა ჯვარი გწერია. ბებია რო დაიღუპოს ვიღაცას და შემოდის ვიღაცა მეზობელი პანაშვიდზე შემოვიდა და სელფი გადაიღო და იმას აკნა. ეხლა ნუ შევადარებთ რა, ცხედარი არის მეგობრებო რა. ვის რა გაუკეთებია ის კიდე ცალკე საქმე არის და მოდი სიკვდილში ნუ კი დავაფასებთ მის ცხედარს და სიკვდილში ნუ კი მიუტანთ სხვადასხვა რაღაც თაიგულებს იმხელა რაღაცა 10 მეტრიან და 20 მეტრიან და რაღაც 2000 ლარიან თაიგულებს ხო ადამიანს. სიცოცხლეში დავაფასოთ ადამიანი და სიცოცხლეში გავითვალისწინოთ ამ ადამიანის რავი მოწოდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ეხლა ერთი ესეთი რაღაცა მინდა რა ვთქვა რა. აი უყურებ საპატრიარქოს სიტუაციას და რაც ეხლა მე-10 დღე თუ მე-15 დღე არის ილია მეორე დაიღუპა და აი უყურებ უკვე გარემოცვა შიგნით, აი როგორ ფორიაქობენ ღმრთელთავრები. ძალიან ცუდი შთაბეჭდილებები მრჩება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შთაბეჭდილებები მრჩება თითქოს აი მოიშორეს ადამიანი, მოიშორეს ადამიანი, რავი, მოშორდა ადამიანი და ეხლა უკვე ძალაუფლების განაწილების დროა. აი ვიღაცა ბაბუას რო აქვს დიდი ქონება დატოვებული და შვილიშვილები და შვილები და ვიღაცეები რო არიან იმაში რა ქვია კუცრო უფიცინებენ სანამ ცოცხალი არის ადამიანი და რო დაიღუპება და ერთმანეთში რომ მე
შენ ის არა ხარ მაშინ რომ ესე შენ ბაბუა ჩემს ესე რა უთხარი არა შენ არა მე უფრო მაგარი ვარ მე უფრო მაგარი მადიდებელი და მე უფრო მიყვარდა და რაღაცა და აროჩი რა აი ეხლა ილია მეორე როცა აირჩიეს არ ვიცი რა სიტუაცია იყო იმიტომ რომ იქ ბევრმა ხალხმა არ იცის რა სიტუაცია ხდებოდა რა გარემოში ირჩეოდა და ასე შემდეგ რაღაც გარდა თითოეულ ადამიანები რომლებიც რაღაც მაღალ რანგში იყვნენ გინდაც სასულიერო მხრივ და გინდაც საერო მოღვაწეობაში და რა შიდა ვარხანალი ატრიალდებოდა თუ არ ტრიალდებოდა ეგ მარტო იმ ადამიანებმა იციან და აი ეხლა მით უმეტეს ამ საუკუნეში ახალი პატრიარქის არჩევა არის აი როგორი რაღაცა იცით აი არ არის რასულიერებასთან მიახლოებული აი ცოტა ცუდად შეიძლება გამომივიდეს მაგრამ როცა ადამიანი უკიდეგანოდ დაფარულ რაღაცაში რო არ ყოფს ხვირს მით უმეტეს დღევანდელი რა ყველა ხო ის არის რა ქვია ინტერნეტ ჟურნალისტი და რაღაცა და რო არ ყოფს ხვირს აი რაღაცა ესეთ წმინდა თუ რაღაც უკიდეგანოდ დაფარულ რაღაცაში თუნდაც არჩევაში საპატრიარქოში პატრიარქისა და ასე შემდეგ და რო გამოდის ინფორმაცია იქ დალაგებული იყო რომ ავირჩიეთ ესა და ეს ну ხალხი იღებს ავირჩიეთ ესა და ეს მაგრამ როცა დღეს ხდება რა ყველაფრის ნატურალიზაცია და ყველაფერი უკვე ლაივში გადაიცემა ადამიანების ცხოვრება რასაც ქვია და ამ დროს რომ მით უმეტეს რაც შეეხება სასულიერო პირს რომელიც უნდა შეირაცხოს წმინდანად და მისი წინა პროცესები მიმდინარეობს და იმას კიდე რეები მოყვება იქ შიდა დაპირისპირებები ჩვენ კარგად ვნახავთ რამდენი მამაო გამოვა რაღაცებს იჭორავებენ ვინ როგორ რაღაცაზე იტყვის როგორ გაამარგინალებენ და როგორ დაუგდებენ ზოგადად ეკლესიას რეპუტაციას ხალხის თვალში და იწყება უკვე რა გინდათ აი ეს რო იყო მამაშალო კეკელიაზე ამბობდნენ უპოვრებს მათხოვრები უწოდაო და როგორც დამტკიც და მართლა ესე იყო და ასე შემდეგ და ძალიან აი რეიტინგის და ყველაფრის განულება წავა ნელ-ნელა უკვე და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება ღმერთმა დაგვიფაროს რომ როგორც რა ვიცი პირველი პრეზიდენტი რო იყო ზვიად გამსახურდია და რავი უსაყვარლესი ყველასთვის და რაღაცა ეროვნული კაცი და რაღაცა და მერე უკვე რო წამოვიდა იქით შევარდნაძე სააკაშვილი მერე ეს ისა და ოცნების პრეზიდენტები როგორც ნელ-ნელა უკვე მიილივნენ და მაგათი რეიტინგები უკვე ხალხის თვალში აღარაფერს აღარ წარმოადგენენ პრეზიდენტები უკვე ხო რავი რაღაცა ესეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ეგეთი რამე მოხდეს შეიძლება საქართველოში ჯვარი გწერია ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ რეალობას ვერ გავიქცევით რა რეალობას ვერ გავიქცევით ნამდვილად ვერაფრიდან რა ვიცი ეგრე უფრო მგონია იმიტომ რომ მაგალითად ბევრი რამე ხდება უკვე გამოაშკარავებული საჯაროდ გამოტანილი საჯაროდ ძალიან ბევრი რაღაცა წვრილმალი დეტალი ხდება და ადამიანისთვის თუ შეიძლებოდა რომ ის რაღაცა ახალი ყოფილიყო ხო უკვე აღარ არის ის ახალი და არავინს აღარ აქვს ის რაღაც სიხარულის და რაღაცის ისეთი რაღაც მოლოდინი რაც შეიძლება ქონოდა უწი პირობითად ხო ეგ არის როგორც ადამიანს ახალი წლის დადგომა რამოდენიმე ათეული წლების წინ უფრო უხაროდა ვიდრე დღეს იმიტომ რომ დღეს ყველაფერი გაუფასიურდა და გააუფასიურა ზოგადად სოციალურმა ტელევიზიებმა, სივრცეებმა და ასე შემდეგ ისე მოხდება თუნდაც ამ პატრიარქის არჩევის თემაც და მისი ისე რომ ვთქვათ იმუნიტეტის კი არა და ეს
ძალაუფლების და რავი ესე რომ ვთქვათ ხალხში ყველაფერი კარგი ზამკვიდრების გაუფასიურება ნელ-ნელა რა მე ესე ვფიქრობ ჯვარი გწერია ღმერთმა გვარიდოს რა კარგად იყავით ხალხო და ცხედართან არ გადაიღოთ არასდროს სელფები ეს დიდი დანაშაულია და შეურაცხყოფა არის პირველ რიგში როგორც იმ მიცვალებული ადამიანის მერე კიდე მისი ოჯახის აბა კარგად